მოგესალმებით. გაგეცნობით მე ვარ კატო. და ახლა მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ხართ ურთიერთობაში, რაღაცა ცოტა გაურკვევლობებია. ბოლომდე ვერ ვითარდება ურთიერთობა ისე როგორც გინდათ და მოდით ვნახოთ, ვინ ან რა უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. მოდით გავაკეთოთ ორი ვარიანტი და ვნახოთ, ვინ ან რა უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. პირველი ვარიანტი ჩანს და მეორე ვარიანტი, ვინ ან რა უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. ნახოთ, პირველი ვარიანტი ვინც ერჩია. აქ როგორი მომენტით ადამიანს ხელს უშლის თავისი წარსული გამოცდილება. Ესე ვთქვათ, ადამიანს, როდესაც ქონდა რაღაც ურთიერთობა, სადაც ჩადო რესურსი, სადაც მაქსიმალური გააკეთა, შეიძლება ითქვას, მისთვის მაქსიმალური, მაგრამ ადამიანმა ვერ მიიღო ის შედეგი, რაც უნდოდა რომ მიიღო, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს შინაგანი სიმარტოვე დაუტოვა და ნახეთ როგორი მომენტი, აი ამ შინაგან სიმარტოვეს ვერ თმობს, ხო, ადამიანი რაღაცნაირად ვერ ლახავს იმ მდგომარეობას, აი მაინც აქვს ის განცდები, რომ აი იმ წარსულ ურთიერთობასთან მიმართებაში აკეთებს, თქვათ, შედარებას, რაღაცა ნიუანსებს აკავშირებს და ძალიან ფრთხილობს და აქვს ის შიში, რომ მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს. აქედან გამომდინარე, ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა ჩაკეტილ მდგომარეობაში იყოს, თავის თავთან მაქსიმალურად დაიცვას თავისი პოზიციები და რაღაცა ზღვარი კონდეს ურთიერთობაში გავლებული. ანუ თქვენს ურთიერთობას პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, არის ის მდგომარეობა, როდესაც უშლის ხელს ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ბოლომდე ვერ იხსნება, ბოლომდე ვერ გიღებთ თავისი შიშებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წარსული გამოცდილება მისთვის ძალიან დამანგრეველი იყო, შეიძლება ითქვას და ვერ ახერხებს აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას. მოკლედ აი ესეა. ნახოთ აბა მეორე ვარიანტს, ვინ ან რა გიშლით. აი აქ უკვე მეორე ვარიანტთან არის კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული ადამიანი. აქ შეიძლება უბრალოდ მეორე ვარიანტის მდგომარეობა იყოს სამკუთხედი სიტუაცია, ვიღაცისთვის შესაძლებელია იყოს ის მდგომარეობა, როდესაც არის კონკრეტულად მეუღლე მის ცხოვრებაში, ან თუ მამაკაცი უყურებს, თქვათ, ქალბატონის ყავს მეუღლე, ან რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობები აქვს შვილებით, თუნდაც შეიძლება ნახეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს, ვინც მეორე ვარიანტი აერჩეთ, აქ ხელს გიშლით კონკრეტულად მესამე პირების მდგომარეობა, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს მეუღლეა, ვიღაცისთვის შვილია, ვიღაცისთვის დედაა, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება მეგობარიც იყოს, ნუ ესეთებიც ხდება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტისთვის ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი შეიძლება უბრალოდ სხვის აზრს ითვალისწინებდეს თუნდაც, ხო, ანუ უბრალოდ მეგობრის აზრს, ან მეზობლის აზრს და თქვათ, თუ არის ესეთი მომენტი, როდესაც ქალბატონს ყავს, თქვათ, შვილები, განათხოვარია და ასე შემდეგ, ადამიანი ფიქრობს იმას, თქვათ, მისი პარტნიორი, რომ აი მეზობელი რა სიტყვის, როგორ იტყვის, იქნათ ესალთა როგორ წარმოადგინო ეს სიტუაციები და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის, ისე რომ მეორე ვარიანტთან მიმართებაში თქვენი ხელშემშლელი ფაქტორები არის კონკრეტულად ადამიანები, კონკრეტულად მესამე პირები, რომლებიც, ნუ, ვინ რა კუთხით, ყველას ეს საჯაროა და შესაბამისად ყველა იცით თქვენს პარტნიორს ზურგს უკან ვინ ყავს თუ არა მეუღლე, ყავს თუ არა რაღაცა ესეთი შვილები, ან რაღაც მსგავს, ყოველ შემთხვევაში აქ მეორე ვარიანტთან მესამე პირების პრობლემა გიდგათ. აი ესეთი გამოვიდა თქვენი ხელის შემშლელი ფაქტორები ურთიერთობაში, რომელიც ვერ არ ვითარებს თქვენს ურთიერთობას და გიშლით ხელს. მე ბედნიერებას გისურვებთ და დროებით.